მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი წყობილ სიტყვა. მე ვარ მისი წამყვანი ბესიკ მოშავა. ჩვენ მაუწყებლობთ ქალაქი ფოთიდან. ეს კი არის ჩემი YouTube არხი, აუცილებლად გამოგვიწერეთ, დაგკომენტარეთ, ხოლო თუ კი მოგწონთ ჩვენი პოდკასტი, აუცილებლად დაგვიჭირეთ მხარი. ვინაიდან თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დონაციის შესახებ ინფორმაციას კი იპოვით აღწერაში. ახლა კი ნება მიბოძე წარმოგიგნოთ ჩემი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი ზურა სიხარულიძე, ნარკოლოგი, ფედერალისტი. მოგესალმებით ბატონო ზურა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და მადლობა რომ გამონახეთ დრო დღევანდელი შეხვედრისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, მადლობა რომ დამპატიჟეთ. მადლობა თქვენ. მოკლედ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ეს თემა არის ნარკოპოლიტიკა საქართველოში. ვფიქრობ, ძალიან ესეთი სენსიტიური საკითხია ყველა მოქალაქისთვის და ნარკოპოლიტიკა არის ერთ-ერთი სეგმენტი, რომელიც პირდაპირ აისახება საზოგადოების კეთილდღეობაზე და მოდი პირდაპირ გადავალ შეკითხვაზე, სად დგას დღეს ჩვენი ქვეყანა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით? ეხლა თუ შევაფასებთ იმ ბოლო მოვლენებს, რაც ამ ქვეყანაში ხდება და ბოლო იმ გადაწყვეტილებებს, რაც ამ ქვეყანაში იქნა მიღებული, სამწუხაროდ ჩვენი ნარკოპოლიტიკა, ჩვენ აღარ აგვაქვს ზოგადად ნარკოპოლიტიკა, იმიტომ რომ ნარკოპოლიტიკა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენ გვაქვს მხოლოდ პოლიციური სისტემა, ანუ ერთ-ერთი ნაწილი ნარკოპოლიტიკის, დანარჩენი სამი ნაწილი, რომელიც შედგება ნარკოპოლიტიკა, ეს არის მკურნალობა, ეს არის რეაბილიტაცია, ეს არის ზიანის შემცირება და პრევენცია. ჩავთვალოთ, რომ ამ ქვეყანაში აღარ არის ფაქტიურად, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ რეპრესია, მხოლოდ დაჭერები. კი, ამაზე ზედმეტი ალაპარაკი, რომ პოლიცია თავის საქმეს უნდა აკეთებდეს, მაგრამ როცა ნარკოპოლიტიკიდან 90% და 90% ფინანსური ნაწილის და ზოგადად მთლიანად მთელი ეს რესურსი მიმართულია მხოლოდ დამსჯელობით ღონისძიებებზე და დანარჩენი ყველაფერი არის პრაქტიკულად გაუბედურებული და განადგურებული, რომელ ნარკოპოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ. პლუს ამას ემატება, რა თქმა უნდა, ტყვილი, ანუ არ გამხელა იმ სიტუაციის, რაზეც საერთოდ ზოგადად ფასდება ნარკოპოლიტიკა, ანუ ზედაპირებების რიცხვი, ადამიანები, ვინც გაიარა, რამდენმა გაიარა მკურნალობა, რა მოხდა, როგორ მოხდა, რამდენი კლინიკაში მოხდა, ანუ სიკვდილი არ არის მხოლოდ ზედოზირება, ანუ უცნობი კომით მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა, რამდენი ადამიანი მოხდა ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებით ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ემერჯენსში და ასე რა გავაკეთეთ პრევენციის თვალსაზრისით, რა გავაკეთეთ ზიანის შემცირების თვალსაზრისით, რამდენი ადამიანი გადავარჩინეთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლე. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, დამალული, დაფარული, ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. პირიქით ვხედავთ Facebook-ზე ტრაგედიებს, რომელიც ტრაგედიებს ახალგაზრდების სიკვდილს დაიძინა, ვეღარ გაიღვიძა და ეს არის ძალიან ბევრი და ეხლა მე ჩვენ ფოთში რო ვიყავით და გქონდა ფოთში შეხვედრები, ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ აი ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ესე დაიძინა, ახალგაზრდებმა არ გაიღვიძა და საშინელი მდგომარეობა. და შესაბამისად ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ მივდივართ უკან და უკან, ანუ არაფერი წინსვლა ჩვენ არ გვაქვს და უკან და უკან წასვლა არის ის, რომ ამ ამოღებებით და აი ამ რეპრესიებით და აი ამ პოლიტიკით აი დღე აღარ გავა, რომ არ გამოაცხადონ, რომ აღმოაჩინეს კუსტარული ლაბორატორია, სადაც მზადდებოდა ტონობით ნარკოტიკი, ანუ კილოგრამებით, ანუ 50 კილო მეფედრონი. 50 კილო მეფედრონი ეს არის დაახლოებით 50,000 მომხმარებელი. ანუ დაახლოებით, ანუ მინიმალური დოზა რო ჩავთვალოთ დღეში 1 გრამი, ეს არის დაახლოებით აი ესეთი რაოდენობა მომხმარებლის, რომლებიც მოიხმარენ მეფედრონს, რომელიც ამოღებული იყო, ანუ გამზადებული. რამდენი ქონდათ მანამდე გამზადებული და გაყიდული, ამაზე კიდე ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ საუბარი, რომ რამე ნარკოპოლიტიკა ამ ქვეყანაში და რამეს ჩვენ ვიცავთ, ან რამე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ამითი არის დაცული, ამაზე ლაპარაკი ძალიან ზედმეტია.
ძალიან საინტერესო იყო ბატონო ზურაბ, აი ჩვენთან ესეთი პოპულარული ცნება და ტერმინია დეკრიმინალიზაცია და ზოგადად ამ კუთხით აქტიურ თითქოს და რაღაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ნარკომომხმარებლების მიმართ ასევე აქტიური რეპრესიები, ხო, ესეთი და სად არის ეს დეკრიმინალიზაცია? მიდგომები. ხო, და აი ეგ მაინტერესებს, ერთი მხრივ როცა დეკრიმინალიზაციაზე ვსაუბრობ და მეორე მხრივ არ ვსაუბრობ და აქ რა სტატუს quo ამ დეკრიმინალიზაციაზე? დიდი ხანია აღარ ვსაუბრობ დეკრიმინალიზაციას. ძალიან დიდი ხანია ეს საუბრები აღარ არის, დაახლოებით უკვე 5-6 წელია ეს საუბრები აღარ მიმდინარეობს. და ზოგადად ჩვენ არანაირი მაგ კუთხით წინსვლა კი არა უკუსვლა გვაქვს ყველანაირად, იმიტომ რომ მინიმალურ დოზაზე დღეს უკვე მაგალითად ერთი ჯოინტი მარიხუანა საკმარისია რომ ადამიანი რამოდენიმე წლით ციხეში აღმოჩნდეს, ან უზარმაზარი ჯარიმები გადაიხადოს, ან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს და პლუს ამას ემატება პლუს კიდე უზარმაზარი წნეხი ამ ადამიანებზე და ის რომ ეს ადამიანები კარგავენ ყველანაირ უფლებას, რომელიც აქვთ, ეს არის არჩევნებში მონაწილეობა, მართვის მოწმობა, სხვა აბსოლუტურად სხვა კიდე მილიონი უფლებები, რომელსაც კარგავენ საჯარო სამსახურის მუშაობა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ დეკრიმინალიზაციას საერთოდ დიდი ხანი აღარ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ დასჯაზე, როგორ გავამკაცროთ, როგორ დავსაჯოთ ადამიანები. 80% 70 დაახლოებით 50-დან 70 რაღაც ზუსტი ციფრი ნამდვილად არ ვიცით, იმიტომ რომ ეს სისტემაც დახურულია. ციხის პოპულაციის არის ნარკოტიკის მომხმარებელი. ეხლა მე ვიცი ექიმებისგან, რომლებიც მუშაობენ ციხეებში და ამბობენ, რომ დღეში 50-70 კონსულტაცია აქვს. წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის ადამიანები არიან წინასწარ დაკავებაში, ან უკვე პატიმრობაში და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ყველაფერი და პლუს ამას ემატება ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ სახელმწიფომ მიიღო, მაგალითად, სავალდებულო მკურნალობა, რომელსაც პანაცეად გამოაცხადეს, რომ ყველას გამოაჯამრთელებდნენ. არ ვიცი, ნახეთ თუ არა ჩემი რილსები, ამ ბოლო დროს მე ქუთაისის პროგრამაში ვიყავი, გუშინ ერთი რამდენიმე დღის ფოთის პროგრამაში. აი კატასტროფა, როგორ შეიძლება ეს იყოს სამედიცინო დაწესებულება, როგორ შეიძლება ზოგადად აი ამ ტერიტორიას დაერქვას ის დაწესებულება, სადაც უამრავია, თელი სამეგრელო იქ დადის ფაქტიურად, ანუ ზუგდიდის გარდა ხობი, მარტვილი, სენაკი, ფოთი, აბაშა, ძალიან ბევრი ადამიანი იღებს იქ სერვისს. და ნუ როგორც მე პაციენტებისგან ვიცი, ნუ ზოგადად ახლა ფოთში ისედაც პრობლემა ამ წყლის და კანალიზაციის და ამ შენობაში საერთოდ არ ყოფილა ეს წყალი. კატასტროფული მდგომარეობა და ნუ წარმოიდგინეთ როგორი ანტისანიტარია ახლა ამდენი ადამიანი, როცა და ნუ არც ზრუნავს არავინ ახლა. მე რომ ეს რო იყოს კერძო დაწესებულება და ამ მდგომარეობაში იყოს, ალბათ 1-200 ჯარემა ექნებოდა უკვე გამოწერილი და ეს ტერიტორია ექნებოდა მოწესრიგებული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სტანდარტი არსებობს, აი ელემენტარულად პანდუსი რო არა აქვს დაწესებულებას და შშმ პირი მიდის სამეცნიერო დაწესებულებაში, ეს რეგლამენტშია, ანუ რეგლამენტია, რომელიც განსაზღვრავს ამ დაწესებულების არსებობას, პლუს ახლა წყალი თუ არ არის იქ და ზოგადად კანალიზაცია არ არის, იმიტომ რომ ადამიანები ახლა ანალიზი უნდა ჩააბარონ იქ შარდის, წარმოიდგინეთ ახლა აი რა ხდება, ხო? და ნუ სერვისზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, იქ საერთოდ ექიმიც კი არ არის, ნარკოლოგი, როგორც ესეთი ვიღაცა არის, რომელიც აი კვირაში ორჯერ ჩამოდის იქ და დანარჩენი სულ ექთნების და იმის ხარჯზე. ანუ ექიმი არც უნახიათ ადამიანებს, ვინც იქ დადის. ანუ როგორი ჯერ აგრესია იქ მოსახლეობის მე ვატყობდი, რომლებიც იქ წარმოიდგინეთ ახლა იქ ძალიან ახლოს არის თან მოსახლეობასთან, ანუ ეზოშივია ეს საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღია რაღაცები, ან სრულიად არაინტეგრირებულია ეს სერვისი. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა იყოს ეს ადგილას, მაგრამ უნდა იყოს მოწესრიგებული პაციენტები. მე რომ უნდა იყოს სრულიად ან დასუფთავებული იქაურობა, ეს ნარჩენები იქ არ უნდა იყოს და
წარმოიდგინეთ რა, ეხლა თვითონ შენობასაც რო შეხედავ, კატასტროფაა და შიგნით კიდე რო შევიდე, ალბათ საერთოდ გული გამისკდება, რაც ხდება იქ. და ეს მე ვიცი, იმიტომ რომ მე ყველა პროგრამა, რომელიც საქართველოში არის, მე გავხსენი, მე ავამუშავე ეს სერვისი ზოგადად და ვიცი რა პოტენცია აქვს ყველა რაიონს, რა შეუძლია ყველა რაიონს და აი წარმოუდგენელი რამე ხდება. აი არ ვიცი რა გითხრათ, არა ადამიანური მოპყრობა ადამიანების, რომლებიც არიან ნარკოტიკის მომხმარებლები. და ეს ყველაფერი უკან დაგვიბრუნდება, ეს ყველაფერი უკან გვიბრუნდება, ეს ჩვენ კინოს ბევრჯერ გვაქვს ნანახი, ხო? მე კონკრეტული კითხვა მაქვს. ეგ არის, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ეგრეთ წოდებული მეტადონის პროგრამაზე, რაღაც ჩანაცვლების თერაპიის პროგრამა. და მე რა მაინტერესებს, ანუ ეს ხალხი, ვინც იქ დადის, როგორც ადამიანები არიან მარგინალიზებულები, ხო? დემონიზირებულები არიან და ეს ადამიანები არ აღიქვევიან სრულფასოვან სოციუმის წევრებად. და ამდენად მათ მიმართ ეს დამოკიდება რაღაც კონტექსტში პოლიტიკური განმოსახედიდან გამართლებულიც კი აქვს. ამ ადამიანების მიმართ მოპყრობა და მოპყრობის ფორმა იყოს სამაგალითო და მაინტერესებს ეს მეტადონის პროგრამა თავისი არსით როგორი უნდა იყოს და რას ემსახურება ამ კონტექსტში. რა თქმა უნდა, ეს ხალხი ამ თავრობის ხელში რა თქმა უნდა არის მარგინალიზებული, პლუს ამის გარდა მათ ძალიან კარგად იყენებენ პოლიტიკური თავისი არჩევნების დროს რაღაცებს პირდებიან, მე რა თქმა უნდა ეს არჩევნო წელი რო გავა, რა თქმა უნდა ყველაფერი უკან ბრუნდება და უარესი პირობებში აღმოჩნდებიან ეს ადამიანები. დღეს მეტადონის ჩანაცვლების თერაპიის პროგრამები ზოგადად სოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად, როგორც მკურნალობის თვალსაზრისით, ასევე ზიანის შემცირების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს პროგრამა არ არის იმისთვის, რომ განკურნოს ვიღაცა. ეს არ არის ეს მიზანი ამ პროგრამას არ აქვს. ამ პროგრამას აქვს ის, რომ ზიანი შეამციროს. ადამიანები, რომლებიც იქ დადიან, ისინი აღარ იკეთებენ ინტრავენურად ნარკოტიკს, ისინი სვამენ. შესაბამისად, ეს არ ყიდულობენ ნარკოტიკს შავ ბაზარზე. ეს ადამიანები, რომლებიც პროგრამაში არიან, ფაქტიურად შენ გამოგლეჯილი გყავს იმ დილერებისგან, რომელიც ყიდიან ხო ამ ნარკოტიკს. პლუს ამის გარდა პროგრამაში ვინც ადამიანი დადის, ის დაცულია ზედოზირებისგან. ის აღარ ყიდულობს ქუჩის ნარკოტიკს და რა თქმა უნდა იღებს ამ სამედიცინო პრეპარატს. მესამე, ეს არის ყველაზე მაღალი საშუალება, რომ არ გავრცელდეს ინფექცია, ცეგეპატიტი, HIV, რომელიც არის ძირითადად ინტრავენური ნარკოტიკის გავრცელებლები, ვინც ინტრავენურად მოიხმარს ნარკოტიკს, ისინი არიან გამავრცელებლები ამ დაავადებების, როგორც HIV შიცი, პლუს ცეგეპატიტი და სხვა დაავადებები. ამის გარდა ეს ადამიანები არიან სოციალურად, მაგრამ შეხედეთ, თუ ეს პროგრამა ასევე მიმართულია იმისაკენ, რომ ადამიანი, რომელიც ღებულობს ამ ნარკოტიკს, აღარ არის კრიმინალურ წრეში, აღარ ყიდულობს ნარკოტიკს, აღარ აკეთებს, არის სამედიცინო ზრუნვაში. მას სჭირდება რესოციალიზაცია, მას სჭირდება ინტეგრაცია, მას სჭირდება დასაქმება, მას სჭირდება რეალურად ბევრი რამ, რაც დააბრუნებს ამ ადამიანს ჯანმრთელ ცხოვრებაში და შეძლებს, რომ ის გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. თუმცა ეს შესაძლებელია როგორც პროგრამის მონაწილე, იმიტომ რომ შეიძლება მას აღარ ქონდეს სურვილი, რომ ეს პროგრამა აქვს თავისი რეჟიმები, შეიძლება რომ დეტოქსი ჩაიტარო და ხანმოკლე პერიოდი იყოს, შეიძლება ცოტა ხანგრძლივი პერიოდი, შეიძლება თელი ცხოვრებაც იყო ამ პროგრამაში. ეს მე როგორც მაქვს ეხლა დიაბეტი და თელი ცხოვრება უნდა დავლიო წამალი, ესია ეს ადამიანიც, რომელიც რეალურად მისი ორგანიზმი უკვე იმდენად მძიმეა, ბევრი დაავადებები აქვს, ვერ ახერხებს დეტოქსი, იმიტომ რომ უკვე აღარ შეუძლია, მას შეიძლება თელი ცხოვრება ჭირდებოდეს, მაგრამ მას უნდა კონდეს ნორმალური პირობები, არ უნდა იყოს მიბმული ამ პროგრამაზე თავიდან ბოლომდე. მიუხედავად იმისა, ის კარგად არის, ცუდად არის, არაფერს არ ამატებს,
მუშაობს, ან ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას, რა მოგცა ამ პროგრამამ, ხო, როგორ შეცვალა ესა და იმიტომ რომ მას უყურებენ როგორც კრიმინალს მაინც, არა აქვს მნიშვნელობა. თუ იქ დადიხარ, ესე იგი მეტადონში კი ხარ ცუდი. ამ დროს ეს ადამიანები გადარჩენ, არ მოკვდნენ. ეს ადამიანებმა არ გადასცეს სხვას ინფექცია, აღარ მონაწილეობენ კრიმინალში. აქვთ ოჯახები, შვილები ყავთ, შვილიშვილები ყავთ და არიან ჩვენი საზოგადოების წევრები, ჩვენი მოქალაქეები არიან, კაცო, რომლებსაც ჩვენ უნდა ისე მოვეპყროთ, როგორც სხვა დანარჩენს. იმიტომ რომ ის დამოკიდებულია, ამიტომ უნდა გავრიყოთ, ამიტომ უნდა ესეთ ნაგავში ვატაროთ და ესეთ მარგინალურ სიტუაციაში იყვნენ, სადაც ადამიანებას არ თვლიან ეს ყველა თითითუთითებს, იმიტომ რომ თვითონ სახელმწიფო მოახდინა მარგინალიზაცია ამ ადამიანების, თვითონ სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ეს მეტადონში კაი და იქ უნდა ეგდოს და მას სხვა არაფერი არ აინტერესებს. ოღონდ როცა არჩევნებია, დაპირდება, რომ მე შენ ახლა პირობით მოგიხსნი, პრავას დაგიბრუნებ, რაღაცას, მაგრამ როგორც კი არჩევნები დამთავრდება, ზუსტად 2 თვეში იგი თუ მიხვალთ ამ ადამიანებს გაესაუბრებით, მიხვდებით, არ ვიცი, სამეგრელოს სოფლებიდან 20, 30, 60 კილომეტრი უწევთ ყოველ დღე გავლა იმისათვის, რომ თავისი კუთვნილი მედიკამენტი მიიღოთ. რომელ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე ლაპარაკი, ან რომელ სერვისზეა ზოგადად ლაპარაკი, ანუ მარგი ეს არის კრიმინალი, იქ უნდა იყოს დალიოს ეს წამალი და როცა და პლუს ამის გარდა 10 პოლიციელი დგას იქ გარშემო მანქანა, ოღონდ რამე ვინმე რაღაცა ცემენ, ურტყამენ, იჭერენ, რა ვიცი მე, ყველანაირი წნეხი, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს ამ ადამიანების და მათი ოჯახები. მათ ოჯახებსაც ესე მარგინალიზირებულად გახარდეს, რომ შენი შვილი მეტადონშიკია და ჩემ მეტუხმას არ მომცემთ, ნახავ შენ რას გიზამ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხვდებით, ან პოლიტიკური იარაღია ეს. ის კი არ არის რა მიზანიც აქვს ამ რა მიზანი აქვს ამ პროგრამას, რისთვის არის პროგრამა, მოსახლეობა, ან საზოგადოება. ხო, რისთვის არის? ეს არის ჩვეულებრივი საზოგადოების ჯანდაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ზიანი შემცირება დღეს, რომელიც სოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტად, რომ ინფექცია არ გავრცელდეს, არალეგალური ნარკოტიკი არ გავრცელდეს და უამრავი მითია, რა თქმა უნდა, ამ პროგრამაზე, რომ ძალით შეყავთ 18 წლის ბავშვები და ალევინებენ, ანარკომანებენ, დაღუპეს თაობა, დამიჯერეთ, რომ არც ერთი ადამიანი ამას 100%-ით ვამბობ, რომ არც ერთი ადამიანი არ ხვდება პროგრამაში, თუ მას კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ეს კრიტერიუმი არის, რომ უნდა იყოს 21 წელს ზევით აუცილებლად, უნდა იყოს ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი. მარიხუანის და იმის მომხმარებელი არ ხვდება ამ პროგრამაში. აქ ხვდება ადამიანი, რომელიც მოიხმარს ოპიატს, მძიმეს, მეტადონს, ჰეროინს და სხვა ოპიატებს. სხვა იქ ამ პროგრამაში ვერ ხვდება, მხოლოდ ამ ადამიანებისთვის არის ეს პროგრამა, ვინც ცადა და დეტოქსი ვერ გაიარა, რომ მათი რემისია იყო ხან მოკლე, ჯარგონულად რო ვთქვათ, ვერ გადააგდო, მაინც დაუბრუნდა, მაინც იკეთებს, მაინც ვერ ახერხებს, რომ ფხიზელი ცხოვრებით შეცვალოს. თუმცა ეს პროგრამა რა თქმა უნდა მიმართულია იმისაკენ, რომ ადამიანმა რაღაცა მომენტში შეცვალოს თავისი ქცევა. ანუ რა არის ეს ქცევა? არ არის ძალიან ცუდი ტერმინებს ვიყენებ, მაგრამ მაყურებლისთვის გასაგები იქნება, არ დვიჟენიობს, არ ეძებს წამალს, არ იპარავს ფულს, არ არის კრიმინალში ჩართული. ეს ადამიანები, რომ ეს პროგრამა რო ამ ქვეყანაში არ ყოფილიყო, ეს ადამიანები იყნებოდნენ მყარი. მაგრამ ჩვენმა მთავრობამ და ამდენი წლის მანძილზე
ჯობია მოგვტენ. აი ესეთ კომენტარებია. ნუ დავხრიტოთ მაშინ აი, ჩავსვათ გემში და გავუშვათ. აი და ეგ რა დამოკიდებულება. ხო, მნიშვნელოვანია. ამიტომ რომ ეს შექმნა ანუ ჩვენ არ სახელმწიფო. ვმკურნალობთ ამ ადამიანებს, არა? ანუ ამან არ მკურნალობის ზრუნავ. ნაცვლად უფრო მკურნალობა არ არის ზრუნვა. შეიძლება ვერ უმკურნალო, შეიძლება ვერ გამოაფხიზლო, მაგრამ უნდა იზრუნო. უნდა იყოს შენ თვალთა ხედვაში, რომ შენ მას ამ ადამიანს მაქსიმალურად ეცადო, რომ მისცე ის საშუალება, რომ ეს ადამიანი იყოს ღირსეულად ცხოვრობდეს ამ ქვეყანაში. ოღონდ იღებდეს სამედიცინო სერვისს. აი ამ ნაგავში რომ მიხვალ, ხარ ღირსეული, ვერა ხარ. ანუ შენ ყველა ესე დიდი ოღონდ მიივარდე, გამოიქცე იქედან, ოღონდ არავინ არ დაგინახოს, რომ შენ იქ მიდიხარ. საშინელ დღეში აგდებენ ამ ადამიანებს ხალხო, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ როგორც ნეხის ქვეშ არიან. კი არის, რა თქმა უნდა, ვინც ვერ ერგება ამ პროგრამას, რომელიც აშავებს, რომელსაც სხვა რაღაცა, მაგრამ იმისთვის არის ეს სერვისი, რომ მოუაროს ამ ადამიანებს. მაგრამ დღეს მინდა გითხრათ, რომ ნარკოლოგიური სამსახური სახელმწიფოში არის მოშლილი. ფაქტიურად არ არსებობს, დარგი არის ნოლზე. ფაქტიურად ჩვენ ვართ კატასტროფის წინაშე, თუ ესე გაგრძელდა, მივიღებთ კიდევ უარეს მდგომარეობას, მივიღებთ მეტ ზედოზირებას, მეტ სიკვდილს, მეტი ახალგაზრდა იქნება, რომელიც იქნება მომხმარებელი და პლუს ამას ყველაფერს ამძიმებს ის, რომ ჩვენი ქვეყანა არის სატრანზიტო ქვეყანა. ეს შუა დერეფანიო, რო იძახიან და შუა დერეფანიო, ეს შუა დერეფანი მარტო იმისთვის კი არ არის, რომ ჩინეთიდან ეს რა ქვია, საროჭყები და შარლები და ტვირთები გადაიზიდოს. ეს შუა დერეფანი ყველაფერს მოიცავს. რაც თუ არ იქნა დაცული ეს შუა დერეფანი, ეს არის დღეს და თან თქვენ ფოთი, რომელიც ყველაზე დიდი სატრანზიტო, ანუ ნარკოტიკით, რაც კი ამოუღიათ უზარმაზარი პარტიები, ხო, ყველაფერი ფოთის სპორტით, ზოგადად პორტებით ხდება რა. მაგრამ სადაც გადის ნარკოტიკი, იქ რჩება რაღაცა პროცენტი ნარკოტიკული საშუალებით. ფოთი ისედაც ხო რა დღეშია, წარმოიდგინეთ რა, მე ხშირად დავდიოდი ფოთში, ვიცი, მაგრამ დღეს რაც ნახეს, ნუ აი არ ვიცი, ნუ აი კატასტროფა, მილიონიანი ქალაქი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს, არ ვიცი, მანდ უნდა იყოს არ ვიცი, აი რომ უნდა ყავდეს იქაურობა და რა დღეშია ხალხი, რა სიტუაცია საერთოდ ან ადამიანები არ იღიმებიან, ანუ აი საშინელება ხდება რა. არა ინფრასტრუქტურა, არა სამეცნიერო დაწესებულებები, არა საავადმყოფო, ნუ სანაპირო ეს რაღაც სამარცხვინო, ჩერნობილი რაღაცა რა ვნახე ეს და მე რაღაცას პიარისენ ეხლა ცოტა გადავედი უბრალოდ ჩემს ემოცია მინდა გამოვხატო. ათვისებულია ამ ნარკომომხმარებლების მიერ და კი, მაგი მინდა გითხრათ ისეთი ყვალსტოვებენ. კი, იმიტომ რომ ისეთი მოუვლელია იქაურობა და იმდენად არის აი გაპარტახებული ეს სანაპიროები და პლაჟები, რომ რა თქმა უნდა ეს იმ ხელა ტერიტორიები ახლა რო გავიარეთ იმ რაღაცა გაპიარებულ რაღაცა 200 მეტრში პლაჟი ვითომ რო გააკეთა თქვენმა მერმა სამარცხვინო ხო ნუ რაღაცა და დაანჩენი რო ის არის რა თქმა უნდა ნუ არ ვიცი როგორი ამხელა პოტენციალი აქვს ამან ქალაქს აქ შეიძლება უზარმაზარი რაღაცა სარეაბილიტაციო ცენტრები რაღაცები ყოფილი შეიძლება გაკეთდეს ამ ქალაქში რომ თავის მოქალაქეზე იზრუნოს არა მაქვს ლაპარაკი ნუ იზრუნებს ზუგდიდოზე სენაკელზე თავის მოქალაქეზე იზრუნოს რომელიც იმ ქალაქში ცხოვრობს ხო არ ვიცი აი სიტყვები ხანდახან კითხოთ დიახ გამოცდილება ვნახე მაგალითად პორტუგალიის გამოცდილება ვნახე ძალიან ბევრი ვეძებები ვიდრე მოვიდოდი და ამ კუთხით შედეგები რეალურად პროგრამებს აქვს თუ კი ეს პროგრამა ხორციელდება შინაარსობრივად ჩვენთან უკვე 10 წლეულებია პროგრამები ხორციელდება და არანაირი კონკრეტული ხელშესახების შედეგი არ არის მათ შორის ზედოზირების სიკვდილიანობა ეგ ინფექციების დაავადებულები
პირების რაოდენობა იზრდება და ასე შემდეგ მოხმარება იზრდება, გაყიდვა იზრდება და ასე შემდეგ. ანუ ეს როგორ უნდა მოხდეს, რომ საქართველოშიც მათ შორის ადაპტირდეს რაღაცნაირად ეს მოდელი ისე როგორც ქართულ ხასიათში იცით რა, მაგას ვიძახ. პოტენციურად ეს. კი, ყველა იძახის, რომ აი პორტუგალიური მოდელი, რაღაცა ამერიკული, რაღაცა არა, ჩვენ ქართული მოდელი უნდა შევქმნათ, ჩვენი. აი როგორ იქნება ეს ჩვენ შეხედეთ ჩვენი მოდელი არის განსხვავებული ყველასგან, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული. ჩვენ დღეს გვყავს 60,000-მდე ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი, ანუ ერთ-ერთი პირველები ვართ ევროპაში ინტრავენური მოხმარებით. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო მაღალი გვაქვს ამ ბოლო დროზე დოზირების რიცხვი სხვა ევროპულ ქვეყნებთან დაკავშირებით. ანუ არ ჩამორჩებით არაფერში, ცუდ ციფრებში პირიქით მოწინავე ვართ. ყველა იმ მაჩვენებლებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სატრანზიტო ქვეყანა, დაზიანებული ქვეყანა 90-იანი წლებიდან, ბევრი უამრავი ნარკოტიკის მომხმარებელი ამ ქვეყანაში. ამას დაემატა ჩვენთან აი ამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, რომლებიც ასევე ამძიმებს სიტუაციას, იმიტომ რომ აი ხო გეუბნებით დღე არ გადის, აი ხა ერთს რო აღმოაჩენ, ესე იგი 100-ია ესეთი კუსტარული ლაბორატორია, იმიტომ რომ აი არანაირი დეფიციტი ბაზარზე დღეს ნარკოტიკული საშუალებების მიუხედავად რომ აი იმდენი ნარკოტიკი გაანადგურეს ეხლა ერთი ორი კვირის წინ ხო პოლიციის მიერ ამოღებული რომ უნდა იყოს საშინელი დეფიციტი ბაზარზე. დღეს ბაზარზე დეფიციტი არ არის. ნარკოტიკის. ანუ იმდენია რომ ვაფშე დეფიციტი არ არის. არც ფასები არ გაზრდა. ნუ რაღაცა მაგალითად მარიხუანაზე მაგალითად გაიზარდა ფასი, იმიტომ რომ არის ანუ არა, მაგრამ სხვა უმძიმეს ნარკოტიკებზე ფასმა არც გაიზარდა და არც არანაირი დეფიციტი არ არის, ხო, ბაზარზე. ეს ამას ჭირდება კვლევა. შეხედეთ, ამას ჭირდება შავი ბაზრის კვლევა. ანუ აღმოჩნდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი დღეს არის კოკაინი. და მეტამფეტამინი. და მეფედრონი. ნუ გვაქვს ესეთი კვლევა, ოღონდ ამასაც არ აქვეყნებენ. ანუ ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ესეთი კვლევა არსებობს და ევროკავშირის მეშვეობით ეს კვლევა ჩატარდა. და აღმოჩნდა, რომ ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი არის და პლუს ამის გარდა ეს ნარკოტიკის მოხმარება არის ქალებშიც ძალიან პოპულარული. ანუ ქალებში, რომლებიც არიან სექს-მუშაკები, რომლებიც არიან აი ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში და სეზონზე ეხლა ქალები, რომლებიც არიან კომერციული სექს-მუშაკები, ან მამაკაცები, რომლებიც ასევე არიან კომერციული სექს-მუშაკები, რომლებიც მოიხმარენ ამ ნარკოტიკს და გვაქვს სასწაულიც და აის ინფექციის ამ რეგიონებში, როგორც ბათუმში, ასევე ფოთში, ასევე ზუგდიდში და ზოგადად სამეგრელოში. გვაქვს საკმაოდ მაღალი და აის ინფექციის. ანუ რაღაცა ცალკეული ინიციატივები დღეს, რომელიც კიდე დარჩა, ასე ვთქვათ, ნევროკავშირიდან რაღაცა უკვე ჩატარებული კვლევების ისენი, ოღონდ ახალი არაფერი აღარ ტარდება. ამის გარდა აღმოჩნდა, რომ საქართველოში ზიანის შემცირების კუთხით სიტუაცია გვაქვს უმძიმესი, იმიტომ რომ რეალურად დღეს უკვე ზიანის შემცირებას უყურებენ როგორც და თვითონ თანამდებობის პირები და ეგრევე სახელმწიფო იძახის, რომ ეს არის ლეგალური ნარკომანია, ანუ ჩვენ უნდა ვაძლევდეთო ნარკოტიკსო და ეს პროგრამებთან დაკავშირებით. და პლუს შემოაქვთ ეს სავალდებულო მკურნალობა. ხო და შესაბამისად ეს ასე ვთქვათ ყველა ის მექანიზმი, რომელიც ჩვენ გვიცავს და უნდა დაგვიცვას ჩვენ იმ ზიანისგან, რომელიც მოაქვს ნარკოტიკს, პრაქტიკულად მოშლილია. პრაქტიკულად არის სრულიად არანორმალურ მდგომარეობაში და ეს საშინელება ანტიმეცნიერული ყველანაირ მტკიცებულებაზე ვარის თქმა, ეს არის სავალდებულო მკურნალობა, ანუ ეს არის გამოკეტვა ადამიანების აი ამ რაღაცა სივრცეებში, ანუ მე ბევრი მიკავშირდება, ვინც გაიარა ან გადის ამ იმას რა ქვია სავალდებულო მკურნალობას და ნუ იქ არის კატასტროფული მდგომარეობა.
ადამიანები იყენებენ თვითდაზიანებებს, არანაირი მკურნალობა იქ არ უტარდება, 6 თვე არიან გამოკეტილები, არ აქვთ უფლება ადამიანებისთვის ან ოჯახის წევრების ნახვა და ურჩევნია ციხეში წავალთ. გვირჩევნია წავიდეთ ციხეში, ვიდრე აი ამას ვითომ მკურნალობა ქვია. არანაირი გაიდლაინი არ არსებობს, არანაირი პროტოკოლი არ არსებობს. არაფერი, ანუ აი ჩვენ სად ვართ, ვერც გეტყვით უბრალოდ რა, ვართ კატასტროფაში. პლუს ამას ეს არის რუსული ნარატივი, რუსული სრულიად, ეხლა ბევრი აიქილიკათ, აი ყველაფერში რუსულს ხედავთ და რუსულია, იმიტომ რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ არის ჩანაცვლებით თერაპია, სადაც არის სავალდებულო მკურნალობა, სადაც არის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, არის რუსეთი, ბელორუსი, კორეა და აი როცა შენ ხედავ რომ შენი ქვეყანა იგივე მეთოდებს იყენებს რაც ესეთი ქვეყნები სადაც არის ავტოკრატიული რეჟიმები და ტირანია და შენ ხედავ რომ შენი ქვეყანა ამ რელსებზე გადადის და ყველანაირად მიდიხარ იქეთკენ და როცა ყველა დაანჩენ ცივილური სამყარო ყველა ქვეყანა რომელიც დღეს ებრძვის და ცდილობს რომ ზიანი შეამციროს ნარკოტიკით იყენებს იმ მეთოდებს რომელიც არის მიღებული მსოფლიოში აი რა უნდა იფიქრო ხო სად მივდივართ კურსი აი ეს არის ერთ-ერთი კურსი ამ ქვეყნის საით გადაუხვია ამ ქვეყანამ და საით მივდივართ ხო ანუ აი ეს ბევრი ყველაფერი არის ყველაფერი საშუალო ევროპელის ახლა მე ვნახე სტატისტიკას მაინც შევოდა ანუ საშუალო ევროპელი პრაქტიკულად ზედოზირებით და აივ ესე იგი ინფექციის მატარებელი ძალიან ნაკლებად არის ძალიან იშვიათად მაშინ როცა რუსეთის შემთხვევაში მაჩვენებლები ძალიან მაღალია კატასტროფა რას ლაპარაკობთ პანდემიაც აღარ ქვია 22-ია პრევალენტობა აი ინფექციის 20%-ს ამატებს რუსეთში ჩვენ კი ვართ კიდე გადარჩენილები მაგრამ ერთი დღეს ეს ყველაფერი დაინგრევა ერთი რაღაცა 1-2 თვე უნდა იმისათვის რომ ეს გავარდეს წაში და იფეთქოს ინფექცია მიუხედავად იმისა ჩვენ ამდენი წელი ბევრი სპეციალისტი რომელიც ამ დარგში მუშაობდა ბევრი ექსპერტი აი არ ვიცი ნაბიჯ ყველანაირად ყველა ბევრი უზარმაზარი წნეხის და ზეწოლის მიუხედავად მაინც ვთილობდით რომ დაგვეკვიდრებინა ის ევროპული ღირებულებები და ის ევროპული მეთოდები და მსოფლიო სტანდარტები რომელიც დღეს მსოფლიოში მიიჩნევა სწორედ რაც საშუალებაც იყო რა შესაძლებლობაც ჰქონდა რომ ეს გაგვეკეთებინა და მიგვეღო ის სიტუაცია რომ მიუხედავად იმისა რომ ყავს უამრავი ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი მაინც აი ეს ინფექცია შეგვენარჩუნებინა იმ დონეზე რომ არ გავარდნილიყო და მიუხედავად ამისა აი ეს ინფექცია არ არის ისეთი მაღალი ჩვენ ქვეყანაში მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს ყველაფერი აი ამ პოლიტიკით რაც ეხლა თუ ეს არ შეიცვალა არ გაჩერდა ეს გრევა რომელიც დღეს მიმდინარეობს იმ ყველა ღირებულებებზე რაც დღეს ამ ქვეყანას ჰქონდა ჩვენ მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგებს და ძალიან მძიმე შედეგებამდე მივალთ რომელიც რეალურად მიგვიყვანს იმამდე რომ ჩვენ კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით ისეთში როგორიც არის რუსეთი, როგორიც არის უკრაინა, როგორიც არის ბელორუსი და ასე შემდეგ. ხო. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიახ. ერთი კითხვაც აქ ჩვენ ნაწილობრივ შევხედეთ, თუმცა მე ჩაგიკითხებოდით იმ ნაწილში, აი ხელმისაწვდომობა ნარკოტიკებზე და ნარკოტიკების სახეობებზე, თქვენ ახსენეთ ეს ფსიქოაქტიური საშუალებები, ხო, რომელთა ხელმისაწვდომობა, სხვა შორის თქვენი ექსპერიმენტი ვნახე ონლაინ ბაზარზე, რა მარტივად არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ტიპის მოხმარების, ასე ვთქვათ, ნარკოტიკი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს აზიანებს პირდაპირ და მიუხედავად მე მინდა რომ ესეთი პარალელურად შევხედოთ ამ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს
ნარკოგასაღების წინააღმდეგ ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება, განსაკუთრებით ონლაინ ბაზარზე, ხო, რომლის პრევენციაც პრაქტიკულად შეუძლებელია როგორც ჩანს. აქ ასე თქვა შორის ამ ონლაინ ბაზრის კონტექსტში მინდა თქვა ხელმისაწვდომობაზე ეწირება არა მარტო დასული ადამიანები, არამედ მოზარდები, ხო, რომელთა რომელთა დღეს ასაკმა მზარდია და ძალიან საშიში. ჯერ ერთი არ გვაქვს სტატისტიკა, სამწუხაროდ არ გვაქვს სტატისტიკა და მალავენ ისევე ამ სტატისტიკასაც. ხელმისაწვდომობა არის უზარმაზარი, ანუ უადვილესი, ახლა 5 წუთში ახლა მე შემიძლია სახლიდან ვიყიდო ნებისმიერი რაოდენობის ნარკოტიკი და ნებისმიერი სახეობის ნარკოტიკი, რომელიც კი დღეს ხელმისაწვდომია ბაზარზე. და ეს არის ძალიან ადვილი და ამას რა თქმა უნდა ხელს უწყობს ის რომ ეს არის ონლაინ პლატფორმები ან ტელეგრამის ან სხვა სოციალური ქსელების ან საიტების მეშვეობით ხდება ეს და უამრავი ადამიანი რომელიც შეიძლება სულ არ არის დამოკიდებული ნარკოტიკზე ანუ რეკრეაციული მიზნით უნდა რომ რაღაცა ნარკოტიკი ანუ გაიგორო რაღაცა უსაფრთხოა ვითომ, ანუ აი წყალებში ავიღოთ, რომ რაღაც ნარკოტიკი უსაფრთხოა და ღებულობს, ანუ ყიდულობს ამ ნარკოტიკს მოიხმარს. თუმცა ამ ნარკოტიკში ძალიან ხშირად არის გარეული უმძიმესი ოპიატები, რომელიც მაინც იწვევს სიკვდილს და ეს უსაშინლესი ტერმინი, რომელიც დამკვიდრა ამ ქვეყანაში და იძინა და აღარ გაიღვიძა და ეს არის ახალგაზრდები 17-დან 35 წლამდე. რომ კარგავთ. ამას ემატება უამრავი სხვა, ანუ ამას ეს არ არის მარტო რომ ერთი და რაღაცა ახალგაზრდა გარდაიცვალა. ეს არის ის რომ ჩვენ დემოგრაფიული პრობლემის წინაშე ვდგებით. ეს არის ის რომ ჩვენ უზარმაზარი პრობლემების ოჯახები ფაქტიურად მუდმივი გლოვის ფაზა, ანუ გადადიან ასე ვთქვათ, მუდმივ გლოვაში და აბსოლუტურად ხთებიან საზოგადოებისთვის მთლიანად ანუ არა ყველანაირად ეთიშებიან საზოგადოებას, იმიტომ რომ ახლა ტრაგედია. ეს სასაფლაოზე რომ გაიაროთ, რა ნებისმიერ გინდა თქვენ ქალაქში, გინდა თბილისში, აი გაგიჟდები ის ახალგაზრდა ბიჭების, გოგოების სურათები, რომლებსაც 20-25 წლის რომლებიც რა თქმა უნდა, ოჯახი ამას მალავს და ამბობს, რომ გარდაიცვალა გულით, ან ანევრიზმით, ან იმითი ამ დროს ყველამ ვიცით, რომ ზედოზირებით არის გარდაცვლილი, ხო? ზოგი არ მალავს, ზოგი უკვე ხმამაღლა ამბობს, იმიტომ რომ კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ და საშინელება. ყიდვა ნარკოტიკის დღეს იმდენად ადვილია, როგორც არ იყო არასოდეს ამ ქვეყანაში და უფრო გაადვილდა. აი არ ვიცი რომელი სოფელი ყველაზე მიყრუებული სოფელი რო ავიღოთ იქაც შეიძლება დღეს ნარკოტიკის ყიდვა იმიტომ რომ არის მოთხოვნა თუ ჩვენ მოთხოვნა არ შევამცირეთ და თუ ჩვენ არ ვიზრუნეთ სახელმწიფო ზუსტად ამაზე უნდა ზრუნავდეს რომ მოთხოვნა ნარკოტიკისადმი უნდა იყოს შემცირებული რას ნიშნავს მოთხოვნის შემცირება ნიშნავს იმას რომ ადამიანები რომლებიც არიან დამოკიდებულები იყვნენ ჩართულები სამედიცინო სერვისში. ანუ მათ არ ჭირდებოდათ ეს ტელეგრამ არხები და ასე შემდეგ. ის რომ ადამიანები რომლებიც აპირებენ ნარკოტიკის მოხმარებას იცოდნენ საფრთხეები რომლებიც არის ამ ნარკოტიკის მოხმარების. ამაზე უნდა მიმდინარეობდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანია. ის რომ ექიმები რომლებიც იღებენ ესეთი ადამიანებს იყვნენ სრულიად ინფორმირებული რა გართულებები შეიძლება მოყვეს ამას და რა შეიძლება რა სირთულეები მოყვება ამ დაავადებას და აი ამ გავრცელებას და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის მთელი კომპლექსი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ამ ქვეყანაში, მაგრამ იმდენად ვშორდებით ჩვენ უკვე ევროპას, იმიტომ რომ ხა ევროპაში არის მაგალითად ადრეული შეტყობინების სისტემა. მე რო ექიმმა დღეს მივიღე პაციენტი, რომელიც მომიყვარო რაღაცა ნივთიერება ვიღაცა მოიხმარა, მე ვალდებული ვარ რომ ამ სისტემაში ავტვირთო, რომ სხვა ექიმმა, რომელსაც ექნება წვდომა ესეთი ტიპის უკვე იყოს რა კონდეს ცოდნა ამასთან დაკავშირებით. არანაირი ცოდნა, არანაირი გამოცდილების გაზიარება, ანუ ემერჯენსებში როცა ხვდებიან არანაირი დიაგნოსტიკა
რითი მოხდა გავსებულია ფსიქიატრიული საავადმყოფოები. გავსებულია. იმიტომ რომ იქ ხდებიან ადამიანები, რომლებიც ფსიქიკური აშლილობა დაემართათ, ეს არის ორმაგი დიაგნოზები, ანუ ადამიანებმა მიიღეს უზარმაზარი ზიანი ფსიქიკაზე. ამ დროს კვალიფიკაცია ფსიქიატრების ამ თვალსაზრისით არ არის მაღალი, იმიტომ რომ არიციან რასთანაც საქმე, ნარკოლოგებმა არიციან ფსიქიატრიული პრობლემები, იმიტომ რომ დარგები არის ფაქტურად, არ ვიცი, ესეთი კატასტროფა ამ ქვეყანაში არ ყოფილა. ყველანაირად რაღაცა კი ვერ ვეწეოდით ვერასოდეს იმ ტემპს დაზიანების, რაც იყო ქვეყანაში, მაგრამ ვახერხებდით რაღაცნაირად, რომ ძალიან არ გაქცეულიყო ეს დღეს, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ვართ აქ და ისინი ან ნარკოტიკები არიან მთვარეს. ესეთი მანძილია დარგის განვითარებას და ნარკოტიკის გავრცელებას შორის. პლუს ამას უწყობს ხელს დღეს ეს ფოთში სპარები როა და სუპერმარკეტები. რატო დგას ბიტკოინის აპარატი? რათ უნდა ბიტკოინი? ვინ თქვენ ყიდულობთ ბიტკოინს? თქვენი ახლობლები ვინ? რატო უნდა იდგეს? რატო უნდა იდგეს ბიტკოინის აპარატები? რატო ანუ ეს ხო არის ზუსტად იმისათვის ბიტკოინი არის გადახდის საშუალებაა? რა თქმა უნდა, დღეს ეს ხდება კრიპტოვალუტით. ანუ დღეს კრიპტოვალუტის სრულად მიბმულია დარკნეტს. ანუ იმ შავ ინტერნეტს, რითიც ხდება ნარკოტიკის ყიდვა. კონტროლო პრაქტიკულად. ხო, იმიტომ რომ იმას ვერ გააკონტროლებ. ამიტოა რომ ვერ ხერხდება კონტროლი შავი. და ძალიან უცნაური იყო ბატონი დუროვის გამოჩენა საქართველოში. ძალიან უცნაური ტელეგრამის დამაარსებელის, რომელიც საქართველოში არ ვიცი, ვერ გეტყვით. ერთადერთი ყველა დღეს გამოძიება მიმდინარეობს მაგ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ მისი ამ პლატფორმის მეშვეობით ხდება ნარკოტიკების გაყიდვა საქართველოში. შეიძლება ძალიან კეთილი სურვილები აქვს ბატონ დუროვს საქართველოში, მაგრამ ნახოთ. არა, არ ვიცი. მე ჩემთვის ცოტა ცუდი სიგნალია ეს ყველაფერი და ჩინეთის, რომელიც ანუ აქ შეგვიძლია ძალიან ბევრი შემადგენელი ნაწილია. ჩინეთის ექსპანსია საქართველოში ასევე არის, იმიტომ ჩინეთი დღეს არის ყველაზე მძლავრი ქიმიური ქარხნების მიხედვით, რომელიც აწარმოებენ პრეკურსორებს. ანუ იმ ნივთიერებებს, რომლიდან მზადდება სინთეტური ნარკოტიკები. ჩინეთისთვის შუა დერეფანი საქართველო ასევე ძალიან საინტერესოა პრეკურსორების გადაზიდვის თვალსაზრისით. და ასევე დღეს აზიური ქვეყნები, რომლებშიც ჩვენი მთავრობა ესე აქტიურად დადის, ასევე არიან დაინტერესებული პრეკურსორების წარმოებაში და ნარკოტიკების, ანუ დამზად კაპტოგენია ესეთი ნარკოტიკი დღეს, ანუ ესეთი სინთეტიკური ნარკოტიკი, რომელმაც დღეს მოიცვა თელი შუა აზიური და არაბული სამყარო, უმძიმესი მდგომარეობა, იმიტომ რომ ოპიუმის და ბუნებრივი ნარკოტიკების წარმოება, ანუ ამას მე ვამბობ იმ ანგარიშის მიხედვით, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, ეს არის მსოფლიო ანგარიში, უშრომის გაეროსი ნარკოტიკებთან დაკავშირებით და იქ არის ყველა ტენდენციები ამასთან დაკავშირებით და საქართველო არის მოხსენიებული როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ერთ-ერთი ასე ვთქვათ პოტენციალი დიდი ამ თვალსაზრისით და ასევე ის რომ ზედოზირებების რიცხვი და ინტრავენური ნარკოტიკის მოხმარების რიცხვი ძალიან გაიზარდა საქართველოში და სერვისები ფაქტიურად არ არის ამ თვალსაზრისით ქვეყანაში. ბატონო ზურაბ, მიმართვებზე მინდა გითხრათ, ნარკომომხმარებლებს ამ ჩვენს რეალობაში, მეტყვი ძალიან ბევრი გამიგია, ფოჩი ძალიან ბევრი შემთხვევაა ესეთ ფატალურად დასრულებული იმის გამო, რომ ნარკომომხმარებლებს ბარიერი აქვს სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვისა, ხო, ეს რაღაც სიჩქარეა, რაღაც დაფიდებთან დაკავშირებული, ამის გამო დაგვიანებული მკურნალობის გამო პრაქტიკულად ფატალური შედეგები არის გაზრდილი, ხო? ამას თქვენი არ იყოს ბევრი მალავს, მაგრამ მე გეუბნებით ეს ბარიერი რატომ არსებობს და უნდა არსებობდეს თუ არა.
შიში, ანუ შიში ამძახების სასწრაფოს, ეს არის ძალიან ცთარი, რომ სულ მაგას ვამბობ, ჯობია დაგიჭირონ ვიდრე მოკვდე, ან მოკვდეს შენი მეგობარი და რაღაცნაირად ბოლოს მაინც იმიტომ რომ თუმცა არსებობს ბრძანება ორი მინისტრის, სადაც სასწრაფო არ არის ვალდებული გადასცეს, ანუ 112 არ არის ვალდებული გადასცეს, რომ პოლიცია მივიდეს. ეს ძალიან ბევრი ჩვენი შრომის და ბევრი ასე ვთქვათ იმის გამო მოხდა და დავითანხმეთ მაშინ ეს მინისტრები, ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ ესეთი ერთობლივი განკარგულება გამოეცათ. ეს განკარგულება დღესაც მოქმედებს, პლუს ამის გარდა აუცილებლად უნდა იცოდენ ნალოქსონთან დაკავშირებით, მართალია აფთიაქებში არის შოება, მაგრამ ფოთში, ზუგდიდში მუშაობდნენ შემცირების პროგრამები, რომლებიც არიგებენ ნალოქსონს და ყველა ადამიანს, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, უნდა კონდეს ნალოქსონი, ზედოზირების შემთხვევაში ეს არის უნიკალური საშუალება და ყველაზე მთავარი, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აუცილებლად მიუხედავად შიშისა, მიუხედავად აი ამ ბარიერებისა, ადამიანს, რომელსაც აქვს ზედოზირების ნიშნები, ის უნდა იყოს მიყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. ეს არის გარდაუვალი, იმიტომ რომ აი დაველოდები, აი უკეთესად გამოიყურება, აი უკეთესად სუნთქავს, აი უკეთესად გახდა, მაგრამ შეიძლება რამოდენიმე საათში ის ისევ დამძიმდეს და მართლა დაიძინოს და აღარ გაიღვიძოს. ამიტომ როცა არის ეჭვი ზედოზირებაზე, ესეთი ადამიანი აუცილებლად უნდა იქნეს მიყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში და მას უნდა კვალიფიციური დახმარება გაუწიონ, რომ შემცირდეს რისკი სიკვდილის და გართულებების, რომელიც ანუ ზედოზირება არ არის მხოლოდ სიკვდილი. შეხედეთ, ზედოზირება შეიძლება იყოს უმძიმესი კომა, რომელიც მერე შეიძლება დამთავრდეს ვეგეტატიური მდგომარეობით ადამიანი პრაქტიკულად გახდეს შეშმპირი, მოხდეს ადამიანის სრული ინვალიდიზაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის გუსის ძარღვთა გართულებები, ეს არის ინსულტი, ინფარქტი, ახალგაზრდა ეხა 23 წლის ბიჭს არ უნდა ემართებოდეს ინფარქტი, ხო? ან ინსულტი, ეს არის გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებით. შესაბამისად, ზედოზირება უნდა მაქსიმალურად ადამიანი, რომელიც არ უნდა მიატოვო მარტო ესეთი ადამიანი, არ უნდა დატოვო ქუჩაში იმის შიშით, რომ აი რაღაცა, იმიტომ რომ ეს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს და შენ მთელი ცხოვრება ვერ აპატიოს შენ თავს, რომ ის არ მიიყვანე სამედიცინო დაწესებულებაში. ან შენ, როცა გრძნობ იმას, რომ არის ზედოზირების ნიშნები, გააქვს რაღაცა უცუდად გრძნობ, აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რომ დახმარება მიიღოს სწორი და არ დამთავრდეს ეს ლეტალურად. მაგრამ საპოლიციო კვლევისაგანი შეიძლება გახდეს? და ხშირად პოლიცია ასწრებს სასწრაფოს, ეს არის სამწუხარო პრაქტიკა და რა თქმა უნდა გახელილი არ აქვს თვალი და პოლიციაში მიათხრევენ ეს ადამიანებს, ანუ ეს ცუდი პრაქტიკაც არსებობს და ხა ამის დამალვა რომ ესე არ არის, რა თქმა უნდა არ არის. სიკვდილს ყველაფერი ჯობია რა, დამიჭერეთ. ნუ აქ ეხა არჩევანი იმისი რომ შენ ეხა დაგიჭერენ, იმიტომ რომ შენ სიცოცხლის გადარჩენა ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ბარიერის მოხსნა ხო შესაძლებელია იმისთვის, რომ ადამიანს გაუმართლდეს არ უნდა. ეს ადამიანები მათთვის არ წარმოადგენენ. ეს ადამიანები მათთვის კრიმინალები არიან, ჩვეულებრივი, არ უყურებს ეს როგორც თავის მოქალაქეს, რომელსაც პრობლემა აქვს და არ ფიქრობს ამ ადამიანი, მისთვის არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. მათთვის ეს არის მათი მთავარი, ასე ვთქვათ, ისა. იმიტომ ალავენ, იმიტომ შეყავთ ეს ადამიანები ამ 6 თვით ამ სავალდებულო გონიათ, რომ ის 6 თვე იქ რო ყავთ გამოკეტილი, ამითი რაღაცა შედეგს დადებენ. და ეს სამარცხვინო ილუზიების შექმნა, რომ ჩვენ ყველას განკურნავთ, ეს არის, ისეთი ცუდი მესიჯი, რომელიც
და რომელიც შეუსრულებადია, რა თქმა უნდა და აჩენს მოსახლეობაში, რომ აი თურმე შეიძლება და ეს ექიმები არ აკეთებენ ამას. ხო, ანუ ეს ქმნის უზარმაზარ პრობლემას მოსახლეობასთან ურთიერთობის და ზოგადად ახსნა იმისი, რომ მართლა ეს არ შეიძლება დეტოქსის და რეაბილიტაციის შედეგად ვინცაც უნდა გაბრაზდეს, ვინც უნდა არ გაბრაზდეს. დადებით შედეგი არის 5-დან 10%-მდე. მეტი არ არის. დანარჩენი ჩვენ თუ გვინდა რომ ის 90% დღეს ზრუნვაში არის 15% ნარკოტიკის მომხმარებლების. 75% არის ქუჩაში. და არანაირ ზრუნვაში არ არის. რომელიც იწვევს სიკვდილს, ზედოზირებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, კრიმინალს და ასე შემდეგ. ამის გარდა ამას ემატება ალკოგოლი, რომელზეც არავინ არ ლაპარაკობს ამ ქვეყანაში. ალკოგოლის ჭარბი მოხმარება, ალკოგოლის ზემოქმედების ქვეშ დანაშაულის და ავტოსაგზაო შემთხვევები, ალკოგოლის დროს კრიმინალი, გაუპატიურება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ ეხა ღვინოს ნუ შეეხები ესეთ კომენტარებს, მე ღვინოს არ ვეხები. მე ვეხები ჭარბ მოხმარებას ალკოგოლის, მძიმე შემთხვევებს და დამოკიდებულებას, რომელიც არ არის ნაკვლევი ამ ქვეყანაში და აბსოლუტურად დახმარება ალკოგოლისადმი არის ნულა, ანუ ძალიან წარმოუდგენელია სახელმწიფოს მხრიდან. ამ დროს რაოდენობრივად ალკოგოლზე დამოკიდებულ ადამიანების რაოდენობა შეიძლება აჭარბებდეს და ბევრად აჭარბებს ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობას. სხვა შორის დაზიანების თვალსაზრისით აქ შეიძლება უფრო მეტი სტატისტიკა. ბევრად, რა თქმა უნდა, ჩვენ ხო არ ვლაპარაკობთ დღეს ეს მოხდა და ამ წუთას დაზიანდა. ჩვენ ამითი ვიღებთ ხანგრძლივ, ანუ ძალიან შემდგომ შედეგებს, რომელიც მერე აწვება ჯანდაცვას. ეს არის ციროზები, ღვიძლის უკმარისობა, ეს არის თითქმის უკმარისობა, ენცეფალოპათია, პიროვნების დეგრადაცია და ასე შემდეგ და ასე. ეს არის დანგრეული ოჯახები, ეს არის უამრავი ძალადობა, გაუპატიურება, კრიმინალი და ასე შემდეგ. რომელსაც მერე ვიღებთ, იზრდება ციხის პოპულაცია, იზრდება დაზიანებული ადამიანი, ანუ ადამიანი, რომელზეც იძალადეს, ისიც ხო, ანუ შეხედეთ, ჩვენ არასოდეს არ ვხედავთ და ჩვენი სახელმწიფო ვერასოდეს ვერ ხედავს გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგები მოაქვს. ამას უნდა აკეთებდეს პირველადი ჯანდაცვი და ზოგადად დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც როგორც პროგნოზირებს დაავადებების გავრცელებას, როგორც ახდენს პრევენციას დაავადებების გავრცელებას, ასევე პერსპექტივაში უნდა ხედავდეს იმ დაზიანებებს, რომლებსაც მიიღებს ქვეყანა რამდენიმე წლის შემდეგ, თუ გაგრძელდა ესეთი რაღაცა. ანუ რაც არის ფაქტიურად ჩვენთან სრულიად მოშლილი, ხო? ან ჯანდაცვაზე რომ ჩვენ მარტო ნარკოლოგიაზე არ ვლაპარაკობთ, ნებისმიერ ჯანდაცვა ხედავთ, რომ აფეთქდა ჯუშენის დაავადება, რომელიც არ აფეთქდა დიაბეტი, აფეთქდა ის, იმიტომ რომ აი არავინ არ შეხედეთ იმიტომ რომ არ მუშაობენ ამ დაწესებულებებში ადამიანები, რომელსაც აქ ცოდნა, აი დღეს ნარკოლოგიაში შემიძლია თქვა სრული პასუხისმგებლობით, არც ერთი ადამიანი, რომელიც ეს დარგი იცის, არ მუშაობს. მუშაობენ, არ ვიცი ვინ. ვინ არიან, რატო არიან ამ დარგში, რატო მართავენ ამ დარგს, პოლიციელები, გარკვეულ აი სრულიად ისეთი ადამიანები, რომელსაც არანაირი ცოდნა, არანაირი გამოცდილება და ადამიანები, რომელიც მთელი ცხოვრება 20-30 წელი ამ დარგში მუშაობენ და ცდილობდნენ გარიყულებიან, არავინ არ ეძახით, არავინ არ ეკითხებათ, არ არსებობს ექსპერტული აზრი ამ ქვეყანაში და ასე შემდეგ. აი წარმოუდგენელ დღეში ვართ რა. მაგრამ მე მჯერა, რომ რეჟიმის შეიცვლება აუცილებლად არ არსებობს. ეს მოხდება ძალიან მალე და ქართველი ხალხი აუცილებლად შეცვლის, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ვერ ეგუება რაღაც ესეთ რაღაცებს, როცა ვიღაცები ცდილობენ რაღაცა წნეხის ქვეშ ამყოფონ ქვეყანა
აუცილებლად შეიცვლება და ჩვენ აუცილებლად შეცვლით ნარკოპოლიტიკას, თუ ვინმე გაინტერესებთ ჩვენ ფედერალისტების გვერდზე არის ფედერალისტების ნარკოპოლიტიკის ხედვა, რომელიც ჩვენ როგორ ვხედავთ ქვეყანაში ცვლილებებს, ჩვენ გვაქვს ყველაფერი მორგებული ჩვენ თავარ პრინციპზე, ეს არის ფედერალიზმი, რომ ფოთი უნდა წვითავდეს, რა ჭირდება ფოთს და სამეგრელო უნდა წვითავდეს. რა პროგრამა ჭირდება, როგორი ჭირდება, უნდა არსებობდეს სპეციალური საბჭოები მუნიციპალიტეტის შორის, სადაც ადამიანების მენტალური და ჯანმრთელობის პრობლემები ირკვევა, რა ცენტრები ჭირდება, რა სიმძლავრე ჭირდება და ასე შემდეგ და ფული რომელიც შემოსდის ფოთს უნდა დახარჯოს თავის მოსახლეობაზე და კი არ უნდა ამდიდროს ვიღაცები მერე რომელსაც ბინასში და სახლში მიაქვთ მილიონები და იმაში ინახავენ ოქროს დოდებით. ხო, ანუ ფოთის მოსახლეობა უნდა განსაზღვრავდეს თავის ქვეყნის მომავალს და თვითმმართველობა ზუსტად მაგას ნიშნავს და არა იმას, როგორიც დღეს არის თვითმმართველობა, ხო? ამიტომ აი ფოთში უნდა ტარდებოდეს ხო, ან უნდა ტარდებოდეს კვლევა, რამდენი ნარკოტიკის მომხმარებელია, რა ნარკოტიკი პრევალირებს, რა პროგრამები ჭირდება, არსებობდეს, რა თქმა უნდა, არსებობს ჩარჩო, რომელიც აუცილებლად უნდა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება და ცენტრალური ხელისუფლება ეუბნება, რომ ეს უნდა მინიმუმი უნდა კონდეს, მაშინ თუ დამატებით რაღაცა გჭირდება და დამატებით თვლი, მაშინ შენ უნდა განავითარო ეს და რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ჩვენი ნარკოპოლიტიკის მთავარი მიზანი და მთავარი მნიშვნელობა არის, რომ ჩვენ არ უნდა მივიყვანოთ ადამიანი დანაშაულის ჩადენამდე. ჩვენ არ ვერჩით მომხმარებელს. ჩვენ მას თავაზობთ უამრავ ანუ steps, ასე ვთქვათ, სადაც იქ პირველი არის გაფრთხილება, მეორე არის შეთავაზება მკურნალობის, მესამე არის ჩანაცვლების თერაპია, მეოთხე არის დაუშვათ ოჯახის ჩართულობა ამასთან და ანუ ყველა ტიპის ნარკოტიკთან დაკავშირებით არის უნდა გადაიხადოს აუცილებლად დოზები ნარკოტიკის, რომელიც დეკრიმინალიზაციას რასაც ამბობდით, მაგრამ გარკვეული ასე ვთქვათ, ეს არ მოხდება ერთ წელიწადში, ეს არ მოხდება, ამას ჭირდება დრო, მაგრამ არსებობს მინიმალური, ძალიან ჩქარა გასაკეთებელი რაღაცეები, რომელიც ძალიან მალე მოგცემს ჩვენ შედეგს. ანუ შემცირდება ზედოზირება, შემცირდება ინფექციის გავრცელება, უკაცრავად შემცირდება კრიმინალი და ეს არის ხანმოკლე პერსპექტივაში. ხვდებით? ანუ ძალიან მალე შეიძლება გარკვეული შედეგების დადება. და 10 წლის და 10 წლის პერსპექტივაში ჩვენ მივიღებთ ზრუნვაში მყოფ ადამიანებს, ჩვენ მივიღებთ ნაკლებ კრიმინალს, ჩვენ მივიღებთ, რომ ბაზარზე აღარ იქნება ამდენი ნარკოტიკი, იმიტომ რომ მოთხოვნა არ იქნება და რაც თავარია პრევენცია. პრევენცია ეს არ ნიშნავს რომ მე ვეძახო რომ ნარკოტიკი ცუდია. პრევენცია არის ბავშვის საბავშვო ბაღიდან ვასწავლო, როგორ გავუმტყავდეს ბულინგს, როგორ იცხოვროს კომფორტულად, როგორ იყვებოს ჯანსაღად, რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. გარკვეული ასაკის დროს მოუყვე რა ნარკოტიკები არის ბაზარზე, რა საშიშროებას წარმოადგენს. ინტეგრირებული გავხადო ეს სასკოლო მასალებთან, ბიოლოგიის გაკვეთილზე ვასწავლო, რას ნიშნავს ბუნებრივი ნარკოტიკი, რას ნიშნავს სინთეტიკური ნარკოტიკი და ასე შემდეგ. მას ის უნდა იყოს შეიარაღებული, იმიტომ რომ არ მიიღოს შავი ბაზრიდან არასწორი, რომ ეს არის safe ნარკოტიკი და შენ არაფერი არ მოგივა. მე არ უნდა მოვატყვილო ახალგაზრდა, მე უნდა მას სიმართლე უთხრა, იმიტომ რომ მე როცა ვატყვილებ, ის გადამამოწმებს მე ინტერნეტში ხელოვნურ ინტელექტთან და იტყვის, რომ ზირას ხარჯა იტყვილება. და თურმე სავალდებულო მკურნალობა კარგია, მაგრამ როცა მე ვამბობ, რომ ეს არის ანტიმეცნიერული, როცა ეს არის ყველანაირი მტკიცებულებების უგულველყოფა, ეს არის ბაზისური მედიცინის ეს რომ ამას რომ გადაამოწმებს ახალგაზრდა, ხო? და AI-ს კითხავს და ის ეტყვის რომ ეს ესეა, ის მე დამიჯერებს. მაგრამ თუ მე როგორც ჩვენი თავრობის წევრები იტყვიან რომ სავალდებულო მკურნალობა განკურნავს ყველას
და მე რო გადავამოწმებ ამას AI-ში, ხო, აღმოჩნდება რომ ეს არის ანტიმეცნიერული და აზდის ზედოზირების რისკს გასვლის შემდეგ არანაირი შედეგის მომტანი არ არის, ვის დაუჯერებს? მე თუ მთავრობას, ხო? ხო, ამიტომ მთავრობაც სიმართლეს უნდა ამბობდეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში გულწრფელი ის უნდა იყოს და მას უნდა კონდეს ინტერესი განათლების სისტემაში ამგვარი პრობლემატიკის ინტეგრაციისა, იმისთვის რომ თქვენი თქმის არ იყოს მე მოზარდი მზად შეხვდეს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევების წინაშე ის მე დადგება, ხელოვანების ასაკის მე დადგება და თავის გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს ეს ინფორმაცია, რა ინფორმაციაც მას სკოლაში. კი, მან უნდა მიიღოს ინფორმირება. მან უნდა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს არის მთავარი. შეხედეთ ინფორმირებული, ის უნდა იყოს თუ ის მაინც თუ გადაწყვეტს ნარკოტიკის მოხმარებას, მან უნდა იცოდეს რა რისკები, რამაც შეიძლება გადააფიქრებინოს ამ ნარკოტიკის მიღება. იმიტომ რომ მან იცოდეს რომ ამ ნარკოტიკში შეიძლება იყოს გარეული ფენტანილი, რომელიც მას მოკლავს. ან თუ იგრძნობს იმ სიმპტომებს, რომელიც მე ყვები ვიღაცამ დამიწერა რომ თქვენი კამპანიაო რეკლამას ემსახურებაო და ეს ანტირეკლამა კი არა. მე არ მეწევი არც რეკლამას, ანც ანტირეკლამას. მე ვაღიარებ იმას, რომ დღეს ჩავ ბაზარზე არის მეფედრონი, არის მეტადონი, არის ბიო, არის ეს ყველა ამ ნარკოტიკს აქვს თავისი უზარმაზარი ნეგატიური გავლენა ადამიანის როგორც ფსიქიკაზე, ისევე ორგანიზმზე და იწვევს ამ გართულებებს და ასე შემდეგ. მე არ ვატყვილებ ამ. მოკლედ, სიმართლე არის მთავარი. გულწრფელი როცა ხარ და როცა ხარ ხალხის მიერ დაქირავებული, ნება იბოძე და მე მოემსახურე ადამიანებს და არა რაღაცა ინტერესებს ვიღაცების, არამედ ადამიანებს მოემსახურე და იმ ადამიანების სამსახურში დადოქი. გენიალური დასასრულია, თუმცა მაინც უნდა გითხრათ, ზოგადად რამე ისეთი ხო არ არის რა მე ჩემი ნაკლები კომპეტენციის გამო შეკითხვა არ დავსვი და თქვენ რეალურად საუბარი გინდათ რომ საბოლოო ჯამში შევაჯამოთ ნარკოპოლიტიკის პრობლემა, მისი შედეგები და ასე ვთქვათ, აქედან გამოსავალი. შეხედეთ, მე ვამბობ ამას და ბოლო დროს სულ ამას ვამბობ, რომ ნარკოპოლიტიკა არ შეიცვლება თუ ქვეყანაში ზოგადად კურსი არ შეიცვლება. ანუ თუ ეს ხელისუფლება ამ კურსს არ შეცვლის. შესაბამისად, ნარკოპოლიტიკაც ყოველთვის დარჩება ისეთი და გაუარესდება. ამ ქვეყანაში ძირეული ცვლილებები უნდა მოხდეს. არ უნდა იჭერდნენ ადამიანებს ტროტუარზე, არ უნდა უშვებდნენ მეცნიერებს ციხეში, არ უნდა პოეტები და მსახიობები არ უნდა იჯდნენ, იმიტომ რომ მათ გამოხატეს საკუთარი აზრი რაღაცასთან დაკავშირებით. და ნარკოტიკის მომხმარებელი უნდა იყოს დაცული ყველაფერი და იყოს იგრძნოს ამ ქვეყნის მოქალაქე, არ უნდა იჯგნოს თავი რომ არის რაღაცა გადაგდებული, არავის არ ჭირდება და მასზე არავინ არ ზრუნავს და ეს არის ადამიანი ჩვენი ოჯახის წევრია. დღეს საქართველოში არ არის ოჯახი, ვისაც ეს პრობლემა არ დგას რა. არ არსებობს, ვერ დაიკვეხნის ვერავი. შეიძლება შენ პირად რაღაცა პატარა ოჯახში არ არის, შენათ ესავს ბიძაშვილს, მამიდაშვილს, მეგობრის ოჯახში ეს პრობლემა დგას და ყველა მიცის ამ პრობლემის შესახებ. მაგრამ ყველა არის ჩუმად, მარტო დაიჭირეთ, აღარ შემოვიდეს ნარკოტიკი. ეს არის და მთავრობა ამას იყენებს, ხებით? დაიჭირეთ ყველა პოლიტიკურად, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ემოციური ადამიანები თვლიან, რომ თუ დაიჭერენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, არავინ არ ელაპარაკება, რომ ამის უკან დგას ეს, რომელსაც თუ შენ არ შეცვლი, ეს არ შეიცვლება. თავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ სიცოცხლე, ჩვენ არა გვაქვს დასაკარგი, ჩვენთვის 2, 10, 20 შემთხვევა ზედოზირების არის, ამერიკაში შეიძლება 1000-ია ეს შემთხვევა და მათთვის ეს არ იყოს მნიშვნელოვანი. ჩვენთვის 2 ზედოზირება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის 22 წლის ბავშვი რომ და 20 წლის ბავშვი რომ მოხდება ზედოზირებით, ეს არის ჩვენთვის კატასტროფა, ეს არის ტრაგედია. ეს არის ის, რასაც მე ვხედავ დღეს რა ხდება ზოგადად ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით. მე ისეთი
ხანდახან კონსულტაციიდან ისეთი განადგურებული გამოვდივარ, რომ 2 დღე აზრზე მოსვლას მჭირდება, რომ გადავხარშო უბრალოდ ის ინფორმაცია, რომელსაც მეუბნებიან. ჩვენ დღეს გვაჯობა ნარკოტიკმა, ჩვენ დღეს მოგვიგო ნარკოტიკმა, ჩვენ დღეს წავაგეთ ომი ნარკოტიკებთან და ჩვენ იმისთვის, რომ გადავრჩეთ, უნდა შევამციროთ ზიანი, რომელიც მას მოაქვს ჩვენთვის, ჩვენ კი არ უნდა ვეომოთ მას, ჩვენ უნდა ჭყნიანურად ვქნათ ის, რომ შევამციროთ ზიანი, რომელიც მას მოაქვს. ეს არის სიკვდილი, ეს არის კრიმინალი, ეს არის ინფექციების გადადება, ეს არის ჩვენი დაკარგული მოქალაქეები, რომელიც უნდა ჩვენ დავიბრუნოთ და ვიზრუნოთ მასზე. ეს არის დღეს ნარკოპოლიტიკის ყველაზე მთავარი, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოება, ეს არის ის, რომ რაც ჩვენ გადაგვარჩეს. დიახ, აი მე რო შევაჯამო, ანუ მე რა გავიგე ახლა სინამდვილეში, თუ კი რა ვიცი თქვენ უფრო მეტყვით ამას. რეალურად ნარკო მომხმარებელზე ზრუნვა არის პრევენცია იმისა, რომ ნაკლებად აბსოლუტურად მართალია. ბაზარზე ნარკოტიკი, ხო? ანუ ჯერ ამაზე უნდა ვიზრუნოთ იმის, რომ იმის პრევენცია მოვახდინოთ და არა პირიქით. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად. თუ გვინდა ვებრძოლოთ, უნდა ვიზრუნოთ ნარკოტიკის მომხმარებელზე, რა თქმა უნდა. მაგარი ზიანის შემცირება. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, შეხედეთ, ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას, რომ ჩვენ გვყავს ნარკოტიკის მომხმარებელი, რომ ჩვენ ქვეყანაში მე გვყავს ამდენი ნარკოტიკის მომხმარებელი და მე მაქვს ეს პრობლემა. მე მაქვს პრობლემა ამ სადმე გაგიგიათ ეს ციფრი, რომელიმე ქვეყნის მეთაურს ეთქვა ეს, რომ აი ამდენი ნარკოტიკის მომხმარებელი, ამდენი ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი, ამდენი სააფთიაქო. რა გინდათ აგერ 1 კვირის წინ ჯანდაცვის და პოლიციის და პროკურატურის უმაღლესი თანამდებობის პირები ჩართულები იყვნენ სააფთიაქო ნარკომანიის 2018-დან 2025 წლამდე 53 მილიონის ფსიქოტროპული ნივთიერება იყო შემოტანილი ქვეყანაში კანონიერად და არაკანონიერად. აი რაზე ვაპარაკობთ, ხო? ანუ აი რაზე ვსაუბრობთ? აქცენტები არასწორად არის დასმული, თანმიმდევრობა არის დარღვეული და შესაბამისად შედეგებიც არ აქვს. ამიტომ ჩვენ ვართ ყველგან პრობლემა გვაქვს. თანამდებობის პირები არიან ჩართულები ნარკობიზნესში, ქვეყნის სხვა პირები არიან ჩართული დარკნეტის განვითარებაში ამ ქვეყანაში და დარკნეტი არის ასული ჩვენ ქვეყანაში უამრავი ექსპატი ცხოვრობს, რომელიც საერთოდ ყურადღების მიღმა ქვეყნის და მოიხმარს ნარკოტიკს, ანუ რუსეთიდან, უკრაინიდან, რომლებიც ასევე არიან ძალიან ბევრი მათგანი არის, რომლებიც ამ სოციალურ ქსელებს მართავენ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აქ არის მათთვის ძალიან ხელსაყრელი პირობები და ასე შემდეგ, ანუ უამრავი კომპონენტია, რომელიც ამ ქვეყანაში უწყობს ნარკობიზნესს ხელს. დიდი მადლობა, ზურაბ, ესეთი საინტერესო და ღრმა საუბრისთვის ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი მოусმენს, იმდენად რამდენადაც ძალიან ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა ეს ინფორმაცია მას კონდეს. ამიტომ მადლობა თქვენ ესეთი სიღრმისეული და ასე ვთქვათ ანალიტიკური საუბრისთვის. მოვაკლეთ დაგემშვიდობები თქვენ და დამემშვიდობები ჩვენს მაყურებლებს დროებით მომავალ შეხვედრამდე.